მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. სამედიცინო უნივერსიტეტის დარბაზი და თამაში, რომელსაც ასაკობრივი ზღვარი არის, ეს არის ქართული ლიგა. დღეს მეორე მეოთხედფინალური შეხვედრა. ამ შეხვედრაში სხვა მეოთხედფინალიდან განსხვავებით ღებულობს მონაწილეობას 4 გუნდი, მაგრამ აქედანაც გადის ნახევარფინალში მხოლოდ 3. ნება მივოძეთ წარმოგიდგენთ ეს გუნდები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი შერეკილი. ჩემპიონი გუნდი სულგუგუნი აბაშა. ქართული უნივერსიტეტის გუნდი სანგუ. და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ქესეუ. და რა თქმა უნდა, ჟიური. თავისი სახელობის გამიშოუს წამყვანი გიორგი გაბუნია. მომღერალი და ქართული ლიგის დიდი გულშემატკივარი გელა გნოლიძე. მომღერალი და ტელეწამყვანი ბაბი კირკიტაძე. საქართველოს პარლამენტის წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი. და ბოლოს ტელე და მუსიკალური პროდიუსერი ზვიად ბლიაძე. ჟიურის წევრები და გუნდები გაგაცანით, ვინც ღირებენ მონაწილეობას ჩვენ გადაცემაში და თამაში ასე რომ გუნდებს მინდა გისურვოთ წარმატება. მიბრძანდით კულისებში. მე კიდე მინდა მადლობები გადავიხადო. პირველი ეს არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და მისი რექტორი ბატონი ირაკლი ნატროშვილი, რომელსაც დაგვითმო კიდევ ერთხელ ამ სეზონისათვის დარბაზი. და ასევე გვინდა მადლობა გადავუხადო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ქალბატონ თეა ჯუღელს, რომელსაც დაგვითმო დარბაზი რეპეტიციებისთვის. მადლობა მათ. ჩვენი მეორე მეოთხედფინალური შეხვედრა შედგება 2 კონკურსიდან, ეს არის იუმორისტული ნომერი და მეორე კითხვა-პასუხი დარბაზთან. მაშასე პირველი ჩვენი კონკურსი იუმორისტული ნომერი თქვენ წინაშე სარდგება სანგუ. გთხოვთ. აქ არის სანგუ და ხალხი ახლა მაგრად ერთობა ჩვენ გვიყვარს აქ გომა თქვენთან ურთიერთობა თქვენი ტაში ჩვენ გვიყვარს სიცილი დარბაზში ვერთობით რადგანაც ასეთია ეს თამაში მოგესალმებათ წმინდა ანდრია პიროწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის გუნდი სანგუ. სანამ თამაშზე მოვიდოდით, მანამდე უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან მივედით და ვუთხარით. ჩვენ ისეთ ჯგუფში მოხვდით, მხოლოდ სასწაული თუ გადაგვიყვას ნახევარფინალში. დეკანმა სასწაული არ იქნება პრობლემაო, მაგრამ აი ხუმრობებზე რა გვეშველებაო. ამიტომ ჩვენ ვიწყებთ. რას ვიწყებთ? სასწაულებს? არა. ხუმრობებს? არა. სასწაულ ხუმრობებს. მოკლედ ვიწყებთ. დღეს ვის ვეთამაშებით ოღონდ მოკლედ მითხარით? შერეკოლა სოლეგონა ქოსო. აი ხო, ჩვეულებრივად მითხარი. შერეკილ სულგუგუს და ქესეუს. ვაი, გაბუნია შერეკილებისგან იქნება ან ქესეოსგან, იმიტომ რომ ადრე შერეკილებში თამაშობდა, ქესეოსგან, იმიტომ რომ ქუთაისელია. ზიო სულგუგუნისგან, იმიტომ რომ ბიჭები მაგასთან მუშაობენ და ჩვენთან ვინ არის? გახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ წმინდა ანდრია პიროწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტიდან. მეგობრებო, ჟიურის წევრები დღეს ძალიან ნერვიულობენ. ალბათ იმიტომ რომ დღეს ვიღაც გუნდები უნდა გააგდონ? არა, იმიტომ ნერვიულობენ, რომ ვიღაც გუნდები უნდა დატოვონ.
პირველი კაი სიტუაცია ქორწილი. მოდით ვნახოთ ჯენზი თაობის ქორწილი. ბოდიში ბარემ ფოტოებს გადავგზავნი რა და გავაგრძელოთ. მოდით ვნახოთ უცნაური შემთხვევა ავტობუსში. მოგესალმებით ბატონო ავთანდილ. ვის დაუთმობთ ადგილს? A. ფეხმოტეხილ ქაბატონს, B. მოხუც ქაბატონს, G. ორსულ ქაბატონს, თუ D. ასტამას. დახმარება მაქვს? დიახ. რა დახმარება მაქვს? 50-50-ზე. გამოვიყენებ. და წაიშალოს 2 სავარაუდო პასუხი. დაგჩათ G. ორსულ ქაბატონს და D. ასტამას. გააჩერეთ სიტუაცია. პაუზა. მეგობრებო, თავარი ის კი არ არის. ავთანდილი ვის დაუთმობს ადგილს? თავარი ის არის, რომ ნიკოლოზ მახვილაძე, იგივე ასტამა, ქართული ლიგის ორგანიზატორი და პრეზიდენტი ავტობუსით დადის. და ბოლოს, ჩვენი გამოსვლა გვინდოდა რაიმე დიდებულიც დაგვესრულებინა. ხვიჩა, კვარაცხელია. გმადლობთ, თქვენს წინაშე იყო ქართული უნივერსიტეტის გუნდი სანგუ! გუნდი სანგუ გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის უნივერსიტეტის რექტორს ბატონ ირაკლი ბრაჭყუს, ამავე უნივერსიტეტის კანცლერს ბატონ თამას ვაჩაძეს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და სტუდენტურ თვითმმართველობას. შემდეგი ჩვენი მონაწილე გუნდი ქესეუ ქუთაისიდან. გთხოვთ. როგორც ხედავთ, ჩვენი გუნდის შემადგენლობა შეიცვალა, მაგრამ ნუ ინერვიულებთ. ხუმრობები უფრო სასაცილო არ გამხდარ. მოგესალმებით, თქვენს წინაშე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთა გუნდი ქესეუ. მეგობრებო,
ხალხს უნდა ვანახოთ ჩვენი შესაძლებლობები, როგორიც არის არისტოგრაფია. ეგ რას ნიშნავს? არ ვიცი, უბრალოდ სიტყვა მომეწონა. ორთოგრაფია? კარგია. სტენოგრაფია? იდეალურია. პორნოგრაფია. ცოტნე. ისე გაბუ, ქუთაისი შენზე ნაწყენია. რატო? მე თქვა ჩემს გულში დარდმაი დავაიომა ბიჯო იმეც რომ უწერეითი რა დაგიშავარიომა მეგობრებო, ამ თამაშის მოსაგება წინათაობის დახმარება დაგჭირდება. ხოლში სტრიპტის კლუბი დაიტბორა. ეს იყო პირველი შემთხვევა, სადაც მაშველებს გამგებელი ადგილზე დახვდათ. ესენი წინაპრები არიან. ჩვენ წინათაობა გვინდოდა. ბოდიში. აი, წავალთ. ბოდიში. მე ვედი წინათაობა, რითი დაგეხმაროთ? ესენი ვინები არის? ბიჯო, ჩვენ ვართ ბიჭები ქუთაისიდან, ჰაუში რო შევედით. თქვენთან ერთად ვინ იყო? ვინ იყო და ლორენცო იყო, ბონდო იყო, კიდე ვინ იყო? პარიზი და გვანცა. ეგენი რა, ის ქუთაისლები არიან, ერთი კითხვა დაუსვი და 4 კაცი ჩოუშვენ. სხვათა შორის ბიჭებს ჰაუსის შემდეგ ქუთაისში მოწიწებით ესაუბრებიან. ადრე თუ ლანძღავდნენ შენი ასე და ისეო, ახლა თქვენი ასე და ისეო. ამას ახლა თქვენით ვაცრევ. ეს რა მუსიკა, რა უბედურება. ცოტნე, სხვათა შორის ეს მუსიკა და 2 ბოთლი შამპანიური რომ არა, შენ ამ ქვეყანას ვერ მოევლინებოდი. კი ბატონო, კი ბატონო. რა მაინტერესებს? ბიჭები ჯერ გოგოებს კერძზე რატომ უყურებთ და შემდეგ ფეხებზე? რატო იცი? ფეხების არსებობა ხომ უეჭველია. ნახოთ ხონელი ექიმების დიალოგი. ბატონო ნიკოლოზ, რა ხდება იცით? 3 დღე არის გასული ოპერაციიდან და პაციენტი ისევ სუნთქავს. უცნაური ეთყობა, რაღაცას არასწორად უკეთებს. შეიძლება. ძალის დემონსტრირება სხვადასხვა ქვეყნებში, ძალის დემონსტრირება ამერიკაში თელ მსოფლიოს გააგებინეთ, რომ მეორე ბირთვული არაღზე მუშაობთ. და ძალის დემონსტრირება საქართველოში. და 97 შებელე გვერე, შენ აკაჯობე. ოჯახი სადაც მაგიდა არა აქვთ. მომისმინე აგერ სადაც მინდა იქ წავალ. წავედი მე დაქალთან. გოგო, მოდი აგერ, რამდენჯერ გაგამთხილე რა სუმიტლი გინებს, ხა? ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი პანაშვიძე. ბედნიერება. მერაბ დვალიშვილი პაებანზე. რომელი ვარ? გიორგი? არა. შაკო? არა. ვერაბი ხარ, ვერაბი. და ბოლოს რა გვინდა გითხრათ? თუ სასაცილოდ არ გქონდათ საქმე და გაცინეთ, ბოდიშით. თქვენ წინაშე იყო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ქესეუ!
აკაკი სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ქესეო გაწეული დახმარებისთვის მადლობა სუხთის უნივერსიტეტის რექტორს ბატონ შალვა კირთაძეს და ამავე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროს ბატონ სერგო სვაინძეს გაწეული დახმარებისთვის. შემდეგი ჩვენი მონაწილე ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი შერეკილი. მოგესალმებათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი შერეკილი. მეგობრებო, მოდით პირდაპირ მუსიკალური ხუმრობით დავიწყოთ. ნახოთ მომღერალი, რომელსაც ნერვები არ ყოფნის. Don't you wish your girlfriend was hot like me? Don't you wish your girlfriend was freak like me? Don't you wish your girlfriend was გეიგეს უკვე Don't მეგობრებო, მე ამ გუნდში ერთადერთი ვარ, რომელსაც ყველაზე დიდი ფანტაზიის უნარი აქვს. აუ, შეგვეშვი რა ამ შენი სისულელეებით. ხო და თუ ეგრეა საერთოდ გუნდიდან მივდივარ. ვალალო როგორ მომაგენით? მოდით მაყურებელს უბრალოდ ლექსი წავუკითხოთ. ნახოთ ახლო მხედველი პოეტი. ყორღანებიდან გონია ბრინდა. დათო, შენ მოწყენილი რატომ ხარ? რაღა რატო ვარ მოწყენილი? ხარაგოულში გავხსენი სექს შოპის მაღაზიაი და წაგებაში წევედ. წინ ჩამიდგეს პივნოი. მარჯვნივ ჩამიდგეს სალოვიე. მარცხნივ ჩამიდგეს ინტერნეტ კაფე. ასი არის მეგობრებო, პატიოსანი კაცი ყოველთვინი ჩაგრება. მოდი უბრალოდ მუსიკალური ხუმრობით გავაგრძელოთ. ნახოთ ალტერნატიული რეპი სამტრედიაში. ხია, 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 ხია. აქანა ოჯა, ხია, 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 ხია. კარგით, დავიშალოთ და უბრალოდ სიტუაციებზე გადავიდეთ. მოდით ნახოთ ოჯახის ძალიან ახლობელი თამადა. გააგზელეთ შვილებო, არ გიყურებთ დამტენზე ვარ შემოსული. გააგზელეთ, გააგზელეთ. ხარაგაულის შხერიმელა სტადიონზე ხშირია ასეთი შემთხვევა. მოდით ვნახოთ სიტუაცია კომენტატორის ოთახში. გაცდა ერთ ფეხბურთელს, გაცდა მეორე ფეხბურთელს, გაცდა მესამე ფეხბურთელს, გაცდა სტადიონს, გააჩერა მარშრუტკა საწევი, დავიო. დაინახე საწასულა, რა ვახარ ჯიგარო. მოდით ვნახოთ ძალიან ნასვამი მამა შვილს ასწავლის მათემატიკას. 201 202 203 204 205 206 ორასევდიანი დეგიანა წამები ნახოთ შემთხვევა ქუჩაში. ალო 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 არისმი ალო აუ არიჭერს გონიამ ალო ხო დაიჭირე ახლა რა ხდება ფული რომ ასეცხე როდის გიბრუნებ
ალო არის შენი ხმა ნახოთ როგორ გამოხატავენ უკმაყოფილებას უცხოელი და სამტრედიელი დიპლომატები. I am so mad. I'm so angry. This is disgusting. This is so difficult. Nothing can I do. That's all right. აბიჯო დიპლომატია და კოჰაბიტაცია მეგობრებო, ამ თამაშმა ძალიან ბევრი რამე გვასწავლა. მე პირადად უფრო პოზიტიური გამხადა. მე პირადად ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე. მე პირადად უკვე პირადიც აქვს და ბოლოს, ჩვენს გამოსვლას დავასრულებთ ფრაზით, რომელსაც ჩვენი რეჟისორი ყოველი თამაშის შემდეგ გვეუბნება. თქვენ ხო მოგწონდა ჟიურის რას უყურებთ კაც დიდი მადლობა თქვენ წინაშე იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდის შერეკილი მადლობთ ეს გახდათ გუნდის შერეკილი. გუნდის შერეკილი გაწეული დახმარებისთვის მადლობა სუხთი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს ბატონ დავით გურგენიძეს და ამავე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ბატონ კარლო კოპალიანს. ასევე ამავე უნივერსიტეტის სპორტის, კულტურის, სტუდენტური სერვისების დეპარტამენტსა და მის ხელმძღვანელს ლევან ფიფიას. ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას და მის პრეზიდენტს დავით ლეშკაშელს. ჩვენი პირველი კონკურსის ბოლო მონაწილე ჩემპიონი გუნდი სულგუგუნი აბაშა. მოგესალმება დედაჩემის მხრიდან ბებიის საყვარელი გუნდი სულგუგუნი. აბა როგორ განწყობაზე ვარ? ჩამოყალიბდეთ ერთ პასუხზე თავიდან. აბა როგორ განწყობაზე ვარ? არა მომისმინე ეგ ეგრე არ ხდება ძმაო. სენდა როცა კითხვა სვამ დარწმუნებული უნდა იყოს ყველას ერთი პასუხი აქვს. გაიფიქრებს ან იტყვის ან რაღაც. უყურე ახლა. აბა ლუკაზე პირველი რა გვახსენდება? დიახ მეგობრებო ეგ არის. კარგი გიორგი, გავაგზავნო თამაში. მე დღეს ჩემი ხუმრობებით ვარ თქვენთან წარდგენილი. წაიკითხე გიორგი. რა არის ბიჭო წერაც არიცი ამ ხელა კაცმა შეუპატრონო რა არის ეს? რა გინოცმაო ერთ-ერთი ტირეთი არ იწერება? ხო მაგრამ ტირე შუაში უნდა. ამეცი ბიჭო შუაში უნდა. დავიწყეთ. გიორგი შეყვარებულს შეურიგდა. სატყავს შეყვარებული შეშენ. მოიცა დაშორდი? რა დავშორდი არ ვიყავ. აბა როგორ შეურიგდი? კაი გიორგი. გადავიდეთ მინიატურაზე. მოდი ვნახოთ ქუთაისელი ომში. შენს გააკეთე გიორგი. ტები ეხავითო. ტები! ყოფილიყავი ცოტა ხანს კაცო. ზოგადად გიორგი მე როგორც მაგარი პიროვნება და მაგარი შენ რა ნერად ხარ მაგარი? რაღაცინოს ბიჭო? რა ნერად ხარ მაგარი პიროვნება შენ რას? აბა შენ ახარ ბიჭო მაგარი შენ არაფერი არ ახარ ბიჭო. შენ ბოლომდე მელოდიც არ ახარ ბიჭო. უყურე ამას. ადი ბიჭო. შენ იცი ვაფშე მე რა წინაპრები მყავდა? რა წინაპრები? იცი რა, იცი ბებია ჩემი ვინ იყო? ვინ იყო? ცეკანს დივანი.
მე მოხსნის ის ცეკა და დარჩა ასე უმუშევარია. ბიჭო, ეხლა ბებიაშენ დაიწყე ლაპარაკი და რაღაცა და არ ვაპირებდი ამის მას თამაში სანამ დაიწყო. ბაბუა შენი გარდაიცვალა ლუკა. მოიცა ვაფშე? რა? ვერ გამიფუჭებ მე შენ ხასიათს გიორგი. ვერ გამიფუჭებს მაო შენ ხასიათს. გადავიდეთ იმპროვიზაციული უმორზე. დათხარ ხმელანი. წავიდა. მოდი ვნახოთ ზარმაცი მეძავი. რამ გაახსენა ეს სტილი და მოდი ვნახოთ აბაშელი ინტელიგენტი. ოე ვასია მომისმინე. მოდი ვნახოთ პორნო რეჟისორის განცხადება. ვიღაცებს გონია ეს წინასწარ გვაქვს დადგმული ძმაო. რაცინას. მოიცადე ამ სიტუაციას მხოლოდ აბაშლები გაიგებენ. მოდი ვნახოთ აბაშის ცენტრში კაცს მოუნდა საფირფარეშოში. რა ჯანდაბა ვქნა საწავიდეთ დავიყალე რამდენი ხანი ვიწმინო დავიყალე. ბრავო გიორგი. შეიძლება მის მოთმენა. და ბოლოს ჩვენი გამოსვლა გვინდა დავასრულოთ ბიძაშემის სიტყვებით. როდესაც უთხარით რომ ხვალ პრაიმ ჰაუსელებს ვეთავაშებოდით. ჭამ ბიჭი. მადლობ, თქვენს წინაშე იყო აბაშის გუნდი. სულგუგუნი. გუნდი სულგუგუნი გაწეული დახმარებისთვის მადლობა სუხთის აბაშის მუნიციპალიტეტის მერიას და მერს ბატონ გიგა გაბელაიას. დასრულდა ჩვენი პირველი კონკურსი. გუნდებს ხო სცენაზე. ჟიურის კი შევახსენებ, რომ ჩვენი პირველი კონკურსის მაქსიმალური შეფასება არის 10. გავყვეთ სანგუ 9 9 9 9 9 ხუთივე ცხრიანი. გუნდი ქესეო ქუთაისი 9 10 10 10 9. ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი შერეკილი 9 9 9 9 9 ხუთივე ცხრიანი და აბაშა სულგუგუნი 10 10 9 9 10. მადლობა. სანამ შედეგებს გავიგებ, მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაუხადო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს ბატონ ირაკლი ნატროშვილს და ასევე მადლობა მინდა გადაუხადო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ქალბატონ თეა ჯუღელს. პირველი კონკურსის შედეგები გვაქვს. მაშასე სანგუ 45 ქულა, შერეკილი 45 ქულა, ქესეუ 48 ქულა, აბაშა სულგუგუნი 48 ქულა. საინტერესოა. კარგით, ეხლა კი გადავიდეთ ჩვენ შემდეგ კონკურსზე, ეს არის კითხვა-პასუხი მაყურებელთან. დავიწყოთ, გოგონად გასაკეთ, დაუთმოთ. თხოვთ დასვით კითხვა გუნდებს ყურადღებით. რატომ არის ბიჭების უმეტესობა არასერიოზული? გაიმეორეთ კითხვა, შერეკილი პასუხობს. რატომ არის ბიჭების უმეტესობა არასერიოზული? რატომ ვართ არასერიოზულები? რატომ? მადლობა. სულგუგუნი პასუხობს, გაიმეორეთ კითხვა. რატომ არის ბიჭების უმეტესობა არასერიოზული? მადლობა რომ ბიჭა ნახმიქვა. ხოლითა თქვენ დასვით კითხვა. გამარჯობა. ცოლის მოყვანა მინდა და რას მირჩევთ? სულგუგუნი პასუხობს. ცოლის მოყვანა მინდა და რას მირჩევთ? მე თუ მინდა მიოკებ დაკავებული ვარ. გაიმეორე კითხვა. ცოლის მოყვანა მინდა და რას მირჩევთ? ებიო, ჩემსაც ნუ მეიყვანდა, რაც გინდა იქენ, გამარებ ხა? ეს ქუთაისი იყო ქესეო. და შერეკილი. ცოლის მოყვანა მინდა და რას მირჩევთ? იპოთეკას. მადლობა. მეგონია ყველამ გავეცთ პასუხი. კი ბატონო, მადლობთ. თხოვთ. რა აკლია ამ თამაშს? აკლია ამ თამაშს. რა აკლია ამ თამაშს? პურმარიელი თუ არა ხალხი კიდევ ვაჯინეთ აგერ?
მადლობა, შერეკილი პასუხობს. რა აკლია ამ თამაშს? თბილისელები. სულ გოგონი პასუხობს. რა აკლია ამ თამაშს? თმები. ყველამ გაცა პასუხი. მადლობა. გთხოვთ. რა არ უნდა უთხრა ცოლს, რომელმაც მილიონერთან გიღალატა? რამდენს მას ესხებ? ეს სულ გოგონი იყო. გთხოვთ დასვათ კითხვა. დიდი ხანია ვცდილობ რომ შეყვარებულს დავშორდე, მაგრამ ვერაფრით ვერ ვშორდები და რას მირჩევთ როგორ დავშორდე? გაიმეორეთ კითხვა და სანგო პასუხობს. რას მირჩევთ როგორ დავშორდე შეყვარებულს? თამაში დაიწყე, დალევა დაიწყე და თუ ეგეც არ ეყოფა ჰაუსში შედი. მადლობა. სულ გოგონი. რას მირჩევთ როგორ დავშორდე შეყვარებულს? რა დაგიშავი, გოგ ნორმალური თუ ხარ, შენ რატომ დამშორდი? და შერეკილი. რას მირჩევთ როგორ დავშორდე შეყვარებულს? მალე გავა ეს გადაცემა ეთერში და გაიგებს. აი, მადლობა. დიდი მადლობა გოგონი. კარგით. ჩავამთავრეთ ჩვენი მეორე კონკურსი, კითხვა-პასუხი მაყურებელთან და ჟიურის შევახსენებ, რომ აქაც მაქსიმალური შეფასება არის 10. დავიწყოთ. სანგუ 9 8 9 8 ქესეუ 9 8 9 9 შერეკილი 9 9 9 10 9 და სულგუგუნი აბაშა 5-ვე 10-იანი. მადლობა. სანამ ეხა გავიგებთ ჯერ კითხვა-პასუხის შედეგს და შემდგომ უკვე თამაშის ჯამს, ჟიურის წეროს თხოვთ 2 სიტყვით შევაფასოთ დღევანდელი შეხვედრა. გთხოვთ ზიო. დიდი მადლობა. კარგი თამაში იყო, თუმცა წინა თამაში ჯობდა, მინდა აღვნიშნო. გაცილებით უკეთესად იყვნენ გუნდები წარმოდგენილი, თქვენც არ აგიშავდათ ბავშვებო, არ იყო ცუდი, მე ცუდის თქმაც არ მომერიდებოდა, ცუდი რო ყოფილიყო გეტყოდით. სანგუ, კარგი ბავშვები ხართ ძალიან, კარგ ფორმაში ხართ, ვითარდებით და ეს ენერგია და შემართება გაქვთ, რაც თავარია ამ თამაშისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმ წარმოდგენისთვის, რაც გააკეთეთ. კითხვა-პასუხი ჰქონდათ სუსტი, თორემ ალბათ უფრო კარგად იქნებოდა საქმე. ქესეუსგან სიმართლე გითხრათ, არ მოველოდი, უფრო კარგად გააკეთეთ ყველაფერი ვიდრე მეგონა, იმიტომ რომ შედარებით ახალი გუნდია. დიდი მადლობა ამისთვის, ქუთაისური ეშხი და ლაზათი რომ მოიტანეთ საუკეთესო ტრადიციებში, მადლობა ამისთვის. ტექნიკური უნივერსიტეტი თქვენგანაც მეც მოველოდი, უკეთესი მისალმება უნდა გქონოდათ ჩემი აზრით, მაგრამ შემდეგ კითხვა-პასუხში იყოჩაღეთ, ყოჩაღვალალო, გაიბიჭი ხარ. და სულგუგუნი თქვენგანაც სხვათა შორის მისალმებაში უფრო კარგი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ძალიან გამოცდილების ხარჯზე კითხვა-პასუხში იყავით საუკეთესოები, გილოცავთ კიდევ. მადლობა ყველაფრისთვის. მადლობზია. ირაკლი მეზორნიშვილი, გთხოვთ ირაკლი. მოგესალმებით. კარგი თამაში იყო, ძალიან თანაბარი თამაში იყო, მინდა გითხრათ, მე არ ვიცი ხლა როგორ განაწილდა ქულები, მაგრამ საკმაოდ მე ვფიქრობ ისეთი საინტერესო შედეგი დადგება. მინდა გისურვოთ წარმატება. თავარია თქვენ ხომ მოგეწონა და ჟიურის რას უყურებთ. მადლობა, მადლობა ირაკლი. გელაგნოლიზე. ძალიან მაგრები იყავით, ძალიან გამიჭირდა ნიშნების დაწერა. ყველა მომეწონეთ და წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. ბაბი კირკიტაძე. გთხოვ ბაბი. მოგესალმებით, მივესალმებით დარბაზს, ცალკე აპლოდისმენტებს იმსახურებს სანგუს გულშემატკივარი. ძალიან კარგები იყავით. შეიძლება რაღაც მომენტებში უფრო მეტი გვინდოდა ჩვენ როგორც ჟიურის თქვენგან, იმიტომ რომ ვიცით რომ მეტი შეგიძლიათ, თუმცა საბოლოო ჯამში ძალიან კარგი თამაში აჩვენეთ. მე ვალალოს ყოველთვის გამოყოფ ხოლმე ცალკე, იმიტომ რომ ჩემი ფავორიტი ადამიანია.
და რა თქმა უნდა სულგუგუნი ძალიან კარგი იყო. პირველი და მეორე ნაწილიც ძალიან კარგები ხართ, იმერული სული ყოველთვის კარგია, ყოველთვის კარგი დასანახია და თქვენ ძალიან კარგები იყავით, მონდომებულები, ენერგიულები და წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა ბაბი და გიორგი გაბუნია. მოგესალმებით, მივესალმებით დარბაზს, ტრადიციულად გუნდებს დამანგრეველი აპლოდისმენტები. დიდი მადლობა, მადლობა ყველას. ძალიან კარგი თამაში იყო, დავეთანხმები ზვიადს რომ შედარებით, არ იყო ცუდი, ნამდვილად ვიცინე გემრიელად, მაგრამ უკეთესებიც გვინახავს. და ხო, ის სტერეოტიპი, რაც შეეხება რომ სტერეოტიპს შერეკილის და ქუთაისური გუნდების ლობიზმთან დაკავშირებით. 5 წელია არ მოუგია, რაც ქართული ლიგა თუ რამდენი წელიწადია დაწყებული, არც შერეკილს და არც ერთ ქუთაისურ გუნდს და რას მერჩიან ვერ გავიგე. ხო, და მაგას ვამბობ და ამიტომ არ არის, ხო უყურებთ, აი არ მოუგია, მაგრამ იმედია ოდესღაც მოიგებთ. წარმატებებს გისურვებთ, სანგუ კარგები ხართ, როგორც ყოველთვის, ძალიან დიდი მადლობა, ქესეუს მადლობა, სულგუგუნები არ ხართ ჯანმრთელები, არც შერეკილის კარგი იყო ძალიან და ვალალოც ფიქრობ რომ სამკურნალოა. დიდი მადლობა, კარგად გზანდებოდეთ. მოკლედ, მოგასწრით კითხვა-პასუხის შედეგებს და შემდეგ უკვე საერთო ჯამს თამაშის. სანგუ 42 ქულა, ქესეუ 44 ქულა, შერეკილი 46 ქულა, სულგუგუნი 50 ქულა. სანგუ 87 ქულა, ეს უკვე საერთო ჯამი თამაშის. შერეკილი 91 ქულა, ქესეუ 92 ქულა, სულგუგუნი 98 ქულა. შემდეგ ეტაპზე გავიდნენ შერეკილი, ქესეუ და სულგუგუნი. ამით ჩვენი მეორე მეოთხე ფინალური შეხვედრა დასრულებულია. კარგად გზანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.